დეკლარაციების ჩამონათვალიდან აირჩიეთ გადასახადის სახე, თიზის საწარმოს გაანგარიშება. აირჩიეთ შესაბამისი პერიოდი და ახალი დეკლარაციის შესაქმნელად გააქტიურეთ ღილაკი ახალი დეკლარაცია. სისტემა ავტომატურ რეჟიმში გამოიტანს თიზის საწარმოს გაანგარიშებას შესაბამისი პერიოდის მიხედვით ნაწილი 2. თიზის საწარმოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის გარდა თიზის საწარმოსის საქონლის მიწოდებისას გადასახადის გაანგარიშებას. აირჩიეთ საქონლის მიწოდების თარიღი. შეიტანეთ საქონლის მიმღები პირის რეკვიზიტები, საქონლის მიმღების პირადი ნომერი ან საიდენტიფიკაციო კოდი. ჩაწერეთ საქონლის ფასი ლარებში. შეიტანეთ სასანქოვნო საბაჟო დეკლარაციის ნომერი. გადასახდელ თანხას სისტემა ავტომატურად დაითვლის მოცემული ფორმულის მიხედვით. შეტანილი ინფორმაციის წასაშლელად გამოიყენეთ ღილაკი გასუფთავება, ხოლო სტრიქონის დასამატებლად გააქტიურეთ ღილაკი დამატება. უკვე დამატებულ ჩანაწერში ცვლილებების შესატანად გააქტიურეთ ღილაკი ლუპა, ხოლო დამატებული სტრიქონის წასაშლელად შესაბამისი ღილაკი წაშლა. სისტემა ასევე გთავაზობთ მონაცემების დასამატებლად გამოიყენოთ ფაილის ატვირთვის სერვისი, ანუ განახორციელოთ იმპორტი. ფაილის ნიმუშის ჩამოსატვირთად გააქტიურეთ ღილაკი ექსპორტი. ყურადღება! ფაილის ფორმატი არ შეცვალოთ და დაიცავთ მისი შევსების წესი. გააქტიურეთ ღილაკი იმპორტი და გაიარეთ ფაილის ატვირთვის სტანდარტული პროცედურა. ატვირთეთ თქვენს მიერ უკვე შევსებული XML ფორმატის ფაილი. სისტემა გამოიტანს ახალ კონტექსტურ ფანჯარას ატვირთვის შედეგი, სადაც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, თუ რამდენი მონაცემი აიტვირთათ და რამდენი არა. ამავდროულად სისტემა გაძლევთ საშუალებას იხილოთ აუტვირთავი მონაცემების ხარვეზის მიზეზები. ხარვეზის შემთხვევაში გამოასწორეთ იგი და ხელახლა გაიარეთ ატვირთვის პროცედურა. სისტემა ასევე საშუალებას გაძლევთ ატვირთული ან დამატებული ჩანაწერების ერთდროულად წასაშლელად გამოიყენოთ ღილაკი ყველა ჩანაწერის წაშლა. შემდეგ გვერდზე გადასასვლელად გააქტიურეთ ღილაკის შემდეგ. ჩანართი 2. საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის გარდა თიზის საწარმოსის, თიზის საწარმოსთვის საქონლის მიწოდებისას გადასახადის გაანგარიშება ნაწილი 3. საქონლის მიწოდების თარიღი, საქონლის მიმწოდებელი გამყიდველი პირის რეკვიზიტები, მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასი შეიტანეთ წინა მაგალითის მსგავსად. დოკუმენტის დასახელება აირჩიეთ სისტემის მიერ შემოთავაზებული სიიდან, ხოლო სარეგისტრაციო ნომერი შეიტანეთ ხელი. გადახდილ თანხას სისტემა დაითვლის მოცემული ფორმულით. შეტანილი ინფორმაციის წასაშლელად გამოიყენეთ ღილაკი გასუფთავება, ხოლო სტრიქონის დასამატებლად გააქტიურეთ ღილაკი დამატება. უკვე დამატებულ ჩანაწერში ცვლილებების შესატანად გააქტიურეთ ღილაკი ლუპა, ხოლო დამატებული სტრიქონის წასაშლელად შესაბამისი ღილაკი წაშლა. ფაილით ატვირთვის სერვისი, ანუ იმპორტის ფუნქცია გამოიყენეთ წინა მაგალითის მსგავსად. ღილაკის შემდეგ გააქტიურებით სისტემა გადაგიყვანთ დეკლარაციის ბოლო გვერდზე შედეგი, სადაც საშუალება გაქვთ დაათვალიეროთ და დარწმუნდეთ შეტანილი მონაცემების ისტორიაში. საჭიროების შემთხვევაში განახორციელოთ სასურველი ცვლილება რედაქტირება. თუ დარწმუნდით, რომ შეტანილი მონაცემები სრულყოფილია და არ აპირებთ მის გადაგზავნას, მაშინ გააქტიურეთ შენახვა. ხოლო თუ გადაწყვიტავთ, რომ დეკლარაცია უნდა გადააგზავნოთ, მაშინ გააქტიურეთ ღილაკი გადაგზავნა. იმოქმედეთ სისტემის მიერ გამოტანილი შეტყობინებების მიხედვით. წარმატებით განხორციელებული გადაგზავნის შემთხვევაში სისტემა გამოგიტანს შეტყობინებას. მიეცით თანხმობა და სისტემა ეკრანზე გამოიტანს გადაგზავნილი დეკლარაციის სარეგისტრაციო ნომერს და დასტურს გადაგზავნის შესახებ. ამავე შეტყობინებიდან სისტემა საშუალებას გაძლევთ მოახდინოთ გადაგზავნილი დეკლარაციის ბეჭდვა. ამისათვის გააქტიურეთ შესაბამისი ღილაკი ბეჭდვა. გისურვებთ წარმატებებს.